საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლობა მოგესალმებით. დღეს 9 სექტემბერია 22 საათის შესრულდა საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ ტელეკომპანია მეგატივის პირდაპირ ეთერში გადაცემა დისკურსი დაბრუნდა. აქვე შეგახსენებთ დარწმუნებული ვარ ბრძანდებით ინფორმირებულები, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. რაც შეეხება გადაცემას, შეგიძლიათ გვიყუროთ ყოველ სამშაბათსა და პარასკევს 22 საათზე და მოწვეულ სტუმრებთან ერთად წინასაარჩევნო გარემოს და ყველა იმ დეტალზე ვეცდებით ვისაუბროთ, რაც არჩევნებთან არის პირდაპირ კავშირში. დღევანდელი გადაცემის სტუმრებს წარმოგიდგენთ. ქალბატონი ლარინა ლალიაშვილი გვეწვია, ნომერ 59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საღამომშვიდობისა ქალბატონო ლარინა, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ნომერ 59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ძლიერი საქართველოს ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის წევრი ბატონი ვანო კალპანაძე, რომელიც გასულ სეზონშიც ყოფილა ჩვენი სტუმარი. ბატონო ვანო, მოგესალმებით, ასევე დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ქვეყანაში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, სიძულვილით გაჯერებული, ის რაც თუნდაც გუშინ თბილისში მოხდა. მოკლედ არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატებს ხომ მსგავსი ტიპის დამოკიდებულება, თუმცა ბოლო პერიოდსაც თუ გადავხედავთ, იდენტური სურათი გვაქვს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ არჩევნები გვიახლოვდება, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის არჩევნები და რამდენად უნდა გავაკეთოთ გონივრული არჩევანი. ალბათ ქალბატონი ლარინა და ბატონი ვანო უკეთ ისაუბრებენ, ვიდრე მოახლოებულ არჩევნებზე ვისაუბრებთ. ქალბატონო ლარინა, მოდით გასული წლის არჩევნები შევაფასოთ, შევაჯეროთ, თქვენ რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით და ის სიახლე, რაც ელექტრონული სისტემით შემოიჭრა ჩვენს არჩევნებზე, რამდენად კარგად აუღეთ ალღო მოქალაქეებმა და რა ტიპის ხარვეზები გამოვლინათ, სად ხართ კმაყოფილი? მოგესალმებით სიამოვნებით, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, მე როგორც ადმინისტრატორმა, ქუთაისის ოლქის თავმჯდომარემ შემიძლია თამამოთქვა, რომ არჩევნებმა ძალიან კარგად ადმინისტრირებული იყო, ძალიან კარგად და ძალიან კარგად ჩაიარა. გულისხმობ იმას, რომ ტექნოლოგიები, რაც თქვენ გითხეთ და რაც ალბათ აინტერესებს ჩვენს მსმენელსაც და ამ შემთხვევაში ჩვენს ამორჩეველსაც, ის ტექნოლოგიებმა იმუშავა აბსოლუტურად გამართულად, არც ერთ უბანზე ქუთაისის შემთხვევაში არ გქონია ესეთი შემთხვევა, რომ ტექნოლოგიები დაზიანდა, გამოვიდა მსყოფლიდან და საჭირო გახდა ტრადიციული მეთოდზე გადასვლა არჩევნებისა. ეს შემთხვევა არ მოხსენდება არც ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისად შეგვიძლია ამავე ვთქვათ, რომ ტექნიკამ გაამართლა არა მარტო იმ შემთხვევაში, რომ იმუშავა შეფერხების გარეშე, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ ამ ტექნიკამ უზრუნველყო ყოველგვარი დაბრკოლების შეფერხების გარეშე, აერიდებია თავიდან კომისიის წევრებისთვის ის რიგები, რაც ხარი კომისიებში ამორჩევლის უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად მომსახურებოდა ამორჩეველს და რაც მთავარია ყოველგვარი შეცდომის გარეშე. შეცდომის, რომელიც შეიძლება შეცდომებს, მაგალითად, როდესაც ჩვენ კლასიკურ შემთხვევაში ტრადიციული მეთოდით ვატარებთ არჩევნებს, ამ შემთხვევაში ამორჩეველს ის ძებნა გვიწევს იმ სამაგიდე სიებში, სადაც არის მათ შესახებ ინფორმაცია მოცემული და დაბეჭდილი და იქ ადამიანური შეცდომები არ არის გამორიცხული, ლოგიკური, როცა ადამიანი ასრულებს რაღაც ტიპის ფუნქციას და როდესაც ვერიფიკაციის აპარატით ხდება ამორჩევლის ჯერ ვერიფიცირება, შემდეგ მისი რეგისტრირება, აქ შეცდომა არის გამორიცხული მარტივი მიზეზის გამო. ჩვენთან მოსული ამორჩეველი, რომელიც მობრძანდება ჩვენთან აიდი ბარათით, მის შესახებ მონაცემები ტყუარია და შეუძლებელია, რომ მოხდეს რაიმე გადაცდომა, ან ზუსტად მის შესახებ მონაცემების ვერიფიცირება ხდება, ამის შემდეგ ხდება ამ ამორჩევლის მარკირება, მისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა და შემდეგ უკვე მისი რეგისტრაცია. შესაბამისად, როგორც ვერიფიკაციის აპარატმა, თავის პიკოსის აპარატმაც, ხმის დათვლის აპარატმა თავის ფუნქციები ძალიან კარგად შეასრულა, იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად მოხდა ბიულეტენების რაოდენობის დათვლა, ზუსტად მოხდა ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების დახარისხება. ანუ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც დღემდე აქვს განცდა, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, თუ კი ასე იდეალურად ჩატარდა არჩევნები. რა თქმა უნდა. სხვადასხვა სიტყვა იდეალური არ არის, ხმამაღლარი ნათქვამი, მე შემიძლია ამის თამამად უწრფელად მიხსენებად და გეტყვით რას გულისხმობ. შეუძლებელია გაყალბდეს არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების პირობებში, შეუძლებელია გაყალბდეს არჩევნები ამ ადმინისტრაციის პირობებში და ჩვენი მიზანი იყო ის, რომ ადმინისტრაცია ყოველთვის და ჩვენ იქამდე საუბრის დროსაც გავუსვინე ამას ხაზი, რომ ყოველთვის მოიაზრება რატომღაც კონკრეტული სუბიექტის ან სუბიექტების მხარდამჭერად. თუმცა ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით
არჩევნების ორგანიზებულად და ხარისხიანად ჩატარებას სამართლებრივ ჩარჩოში. ჩემი როგორც ადმინისტრატორის მიზანია თქვენი როგორც ამორჩეულის მომსახურება, თქვენი უფლებების დაცვა და დღეს მაგალითად ვიდრე აქ მოვიდოდი ტრენინგს ვატარებდი და ჩემი კომისიის წევრებს რაც ვითხარი ის არის რომ აი როცა იქ არის ესეთი პრაქტიკული სავარჯიშო დათვლის სავარჯიშო და დათვლის დროს ითვლიდნენ ხმებს და მე ვთხარი რომ მე და თქვენ არ ვითვლით ვინ რომელმა სუბიექტმა რამდენი ხმა მიიღო მე და თქვენ ვითვლით რამდენი ამორჩეველი იყო უბანზე მოსული და თუ ზუსტად იმდენი მაქვს ბიულეტენები ყუთში ეს ნიშნავს რას ჯერ ერთი ვერ მოხდება გაყალბება იმ პირობებში რომ ხუთიდან ამოსული ნებისმიერი ბიულეტენი უნდა იყოს ზუსტად იმ რაოდენობის ბიულეტენი უნდა მქონდეს რამდენიც მაქვს ხელმოწერა ამორჩეულის მიერ ასე რომ მე მაქვს იურიდიული მტკიცებულება რომ 1000 ბიულეტენი რომელიც ამოვიდა ყუთიდან მაქვს 1000 ხელმოწერა ქვითარზე რომელიც ამოიბეჭდა კონკრეტული ამორჩევლისთვის რომელმაც დაადასტურა ჩემგან ბიულეტენის მიღება შესაბამისად არ შეიძლება იყოს არც მეტი და არც ნაკლები ბიულეტენი ეს ნიშნავს იმას რომ არც ერთი ზედმეტი ბიულეტენი არ ჩაშვებულა ყუთში ამის გარანტი ვინ არის მარტო ის არა რომ მე ვამბობ ამას ამის გარანტი იყო ის 17 კომისიის წევრი რომელიც აკვირდებოდა პროცესს რომელიც იღებდა პროცესში მონაწილეობას ყველა სუბიექტის მიერ დანიშნული წარმომადგენლები მედია აკრედიტებული მედია ამას გარდა დამკვირვებლელი ორგანიზაციები ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე იქ სადღაც მთელი დღის მანძილზე სადღაც 30-ზე მეტი ადამიანია ყველაზე მინიმუმ უბანზე ხო აი ხა ჩვენ თუ ვფიქრობთ იმას რომ ამ 30 ადამიანს და ყველას აქვს საკუთარი ინტერესი ხო იმ სუბიექტების დანიშნულ კომისიის წევრებს წარმომადგენლებსაც ჩართულ მხარეებს ნებისმიერ და ნებისმიერ ჩართულ მხარე ვინც იქ იმ პროცესს აკვირდებოდა გამოდის რომ ყველა უნდა შეთანხმებული იყო იმაზე რომ ვიღაცა მაგალითად თქვენ ერთხელ რომ მიბრძანდით და მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა კიდე ერთხელ შებრუნებული ყავით იმ მომენტზე ეს არის გამორიცხული მადლობა ყოველი ერთის თავად თქვენის ნებართვით ყოველი ასეთი კიცება რომ სადღაც ვიღაცა შევიდა არაერთ არამედ რამდენიმე უბანზე სამწუხაროდ არც ერთ შემთხვევაში იქეთ ამ მხარე როცა ამბობს რომ იყო ისეთი ამორჩეული რომელიც მოგზაურობდა უბანზე არ აქვს ამის მტკიცებულება სამნაცვლოდ ჩვენ თუ ვინმე რომელიმე ჩართული მხარე ამ მტკიცებულებით სერიოზულად იდავებს არა მედიის და არამედ არა საზოგადოებისთვის უბრალოდ ინფორმაციის მიწოდების რეჟიმში არამედ საზამართლოში ჩვენ შეგვიძლია იქ წარმოადგინოთ მტკიცებულებები იმისა რომ ნებისმიერი უბანზე დათვლილი ბიულეტენების რაოდენობა იყო ზუსტად ტოლი ხელმოწერების რაოდენობის. მადლობა ქალბატონო ლარინა, ბატონო მოგესალმებით ისევ და ისევ მადლობა რომ გვეწვიეთ. რამდენად ეთანხმებით ქალბატონო ლარინას მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. მე დავიწყებ იმით, რომ ელექტრონული არჩევნები ძალიან სწრაფად შემოვიდა საქართველოს ისტორიაში და როგორ არის ის ნოუ-ჰაუ რაღაც ახალი რომ შემოდის, მას ყოველთვის ჭირდება გარკვეული ვადა, რომ საზოგადოება მის მიიღოს. ჩვენ ძალიან უცებ მივიღეთ ეს ყველაფერი, ამას დაემთხვა ის, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო პარლამენტმა კონკრეტულად საარჩევნო ტექნოლოგიებში, ანუ რა გულისხმობ ახლა მე ადრე მაგალითად წილის 9 კომისიის წევრებისა ხდებოდა არჩევნების დღეს და კომისიის წევრები ვინ რა ფუნქციას შეასრულებდა არ იცოდნენ. ეხლა ეს წილის 9 ხდება ერთი კვირით ადრე და თან ასეთი განრიგია გაწერილი, რომ პარტიის მიერ დანიშნული ან წარდგენილი კომისიის წევრები მიყვებიან გადასატან ყუთს და ანუ აქ რა გამოდის, იცი? უბრალოდ გაყავთ პარტიის მიერ წარდგენილი შეგზავნილი, ასე ვთქვათ, დამკვირვებელი კომისიის წევრები, წარმომადგენლები, შეება რა თქმა უნდა და დანარჩენი გაწერილია, რომ საოლქოს მიერ, ანუ zemdgomis მიერ არჩეული კომისიის წევრები არიან რეგისტრატორები, ანუ რეალურად ეს ერთი კვირით ადრე კი არა, უფრო ადრეც იცის უკვე ხელისუფლებამ. აქ მე ისე თქვა მინდა, მე პირადად დიდ პატივს ვცემ საერთოდ ადმინისტრაციას, როგორც საუბნო კომისიის, ისე საოლქო კომისიის ადმინისტრაციას, თუმცა იკვეთება პიროვნებები, რომლებიც მე ვერ ვიტყვი, რომ ვიღაც ავალებს, რომ რაღაც გადააჭარბოს მის უფლებამოსილებას, მაგრამ თვითონ იღებენ თავის თავზე ამ უფლებამოსილებას. იმიტომ რომ ახლა მე მაგალითად პარტიის მიერ წარდგენილი კომისიის წევრი ვარ და როდესაც მუშაობ ისე როგორც თქვათ სხვა კომისიის წევრი, რა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ერთი ისა გვაქვს და კომუნიკაციაც ახლო მაქვს საუბნო კომისიის წევრებთან, ხო? ისინი რო არ მიცნობენ მე ვინ ვარ, რაღაცნაირად იკვეთება, რომ ისინი რაღაცნაირად მაინც მხარე არიან, მიხვდი? ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ, ეს მხარეობა არ უნდა იყოს. რაში გამოიხატებოდა, ანუ კონკრეტული მაგალითი შეგიძლიათ გაიხსენოთ? ეხლა როგორ არის, იცით, აი გამჭვირვალეობაზე იყო საუბარი, ქალბატონი ლარინა საუბრობდა გამჭვირვალეობაზე.
ეს თემა არის უნიშნულოვანესი და მე იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებში ამას ჩვენ გადავწყვიტავთ იმით, რომ რეგისტრატორი კომისიის წევრები ის უკან იყოს ადგილი, რომ წარმომადგენლებმა თავისუფლად იარონ და არ შეეპაროთ ეჭვი, რომ იქ რამე ხდება, ხვდებით? ეს ეჭვი არსებობს, რომ რეგისტრატორი კომისიის წევრებთან ხდება დარღვევები. დარღვევები არის ორი სახის. რა დარღვევა შეიძლება ხდებოდეს რეგისტრატორი კომისიის? რეგისტრატორი კომისიის წევრთან ხდება ორი სახის დარღვევა, ერთი რომ შეიძლება რეგისტრატორული კომისიის წევრმა არც უნდა კითხოს ამომრჩეველს მარკირებას იკეთებს თუ არა, კიდევ მარკირება უნდა გაუკეთოს ან გაუშვას საარჩევნოებიდან და მეორე რეგისტრატორი კომისიის წევრი რომელიც არ ატარებს ბარათს აპარატში და ხელით კრებს ამ ნომერს, პირად ნომერს კრებს ხელით, შეიძლება ეს საზღვარგარეთის პასპორტით შევიდეს, თუმცა მიკვირს რატო არ შეიძლება საზღვარგარეთის პასპორტის გატარებაც, იმის ტექნოლოგიაც არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე არა გვაქვს ჩვენ. იქ ხშირად შეაქვთ სხვა მონაცემები. კი ბატონო. მაგალითად იყო ასეთი შემთხვევა, რომ რეგისტრატორმა მიცა ბიულეტინი ბაბუამისის ახალგაზრდა კაცს ბაბუამისის სახელზე. პირადობაზე, ხო? იყო ასეთი ფაქტი. ეხლა უბედურება რა არის? ახლა მეორე უბედურება. ეს ხო გავიარეთ შარშან, ხო? ეხლა იმის მაგივრად რომ შარშან ქონდა, თქვა, დამკვირვებელს და წარმომადგენელს რაღაც გადაღების უფლება. რა თქმა უნდა, კანონის მიხედვით პირადი ნომრის გადაღების უფლება და გასაჯაროება არ ჩვენა გვაქვს, ამაზე ხელი გვაქვს მოწერილი და არც წარმომადგენელს არ უნდა ქონდეს. თუმცა პროცესში ამის გარდა შეიძლება გადაღება თავისუფლად საარჩევნო უბანზე და შეუძლია ამომრჩეველსაც, რომელიც შედის საარჩევნო უბანზე, გააკეთოს ფოტო ან ვიდეო გადაღება, არა კაბინაში და არა რეგისტრატორის პირად მონაცემებში, მაგრამ სხვა სიტუაცია შეიძლება გადაიღოს, ხო? უკვე მიიღეს დადგენილება, რომ წარმომადგენელს არ აქვს უფლება პირადობა გამოართვას ამომრჩეველს. მიხვდით? ეს უფლება ადრე ქონდა, ამომრჩეველი რო შემოდიოდა, საეჭვოდ ვინც იყო, თქვა საეჭვო ამომრჩეველი, შეიძლება მისი პირადობა გამოგერთვია, დაგეხედა გენახა მისი მონაცემები და ახლა წარმომადგენელს ამის უფლება ჩამოართვეს. ამას მიაწერთ ამ უფლების ჩამართვას. კი, რა თქმა უნდა. კი, დავამთავრებ უბრალოდ. ეს მომენტი და მეორე მომენტი კიდევ. აი, როგორ აიცით, არჩევნებში როცა შედიხარ საარჩევნო უბანში, იქ დგას ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი. ადრე არაელექტრონული არჩევნების წინ, ასე რომ ვთქვა, სანამ ეს შემოვიდოდა, ნაკადის მარეგულირებელი ამოწმებდა ის იყო თუ არა იმ უბნის ამომრჩეველი. ეხლა რეალურად ნაკადის მარეგულირებელი ამოწმებს მხოლოდ მარკირებას. იქ შეიძლება ნებისმიერ, თქვენ ხო ხართ, თქვა ნებისმიერი უბნის ამომრჩეველი, თქვა 59 უბნის ამომრჩეველი. თქვენ პირადობით შეიძლება შეხვიდეთ ნებისმიერ უბანში. პრობლემა არ არის. მიხვალთ რეგისტრატორთან და რეგისტრატორთან მიხვდებიან, რომ შენ ახლა ამ უბნის ამომრჩეველი გამოხვან. ანუ ნაკადის მარეგულირებელს წაართვეს ის ფუნქცია, რომ უცხო ადამიანი, რომელიც გარეშე არის იმ უბნით და არ აქვს იმ უბნის შესვლის უფლება, შეუძლია შევიდეს. ეს იწვევდა დამატებით ეჭვებს. მე აქ საუბარი მაქვს ეჭვებზე, თუმცა რაღაც ფაქტებიც გვაქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ რა არის იცით? მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ რამეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია და აგ ჩამოწერილი მაქვს რეალურად ორი პრობლემები არის ადგილობრივი პრობლემები, რომელიც ჩვენ უკმა გადავწყვიტოთ, არის მეორე პრობლემები, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკანონმდებლო სახით და პარლამენტმა. ანუ ჩვენ მხრივ რაც შეგვიძლია, მე დავაყენე ეს საკითხი კომისიაზე, ქალბატონ ლარინასთან ოფიციალურად და არაოფიციალურად და იმ უბნებში, სადაც არის საშუალება, რომ რეგისტრატორი კომისიის წევრების უკან იყოს გასავლელი ადგილი, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რომ გამჭვირვალეობის პრობლემა აღმოიფხვრას. თუმცა არის ისეთი უბნები, აგერ მაქვს მე ჩამოწერილი, მაგალითად, რამდენიმე უბანი და ეს კერძო სახლებშია და განა იმიტოა, რომ იქ უბრალოდ ადგილი არ იყო, სხვა ადგილი, მეშვიდე სკოლა, თქვა, რემონტშია და რაღაც პროცესები მიმდინარეობს, სარემონტო სამუშაოები და არის კერძო არა ფარჩი, მაგრამ გასაგებია ეს 3, 4 თუ 5 უბანი 76-დან, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლება, გასაგებია, მაგრამ სადაც შეიძლება ეს, ხო? იქ რეგისტრატორი კომისიის წევრს არ უნდა ქონდეს ის, რომ მე თავზე ვერ დამადგება, მე არ მაქვს ამის საშუალება, რომ ვიღაცა ისე თქვა, ვისმინო, იმან საჯარო მოხელეს რანგში გადის, ხო ის და იმან უნდა მიიღოს იმის ასე ვთქვათ, მოცემულობა, რომ ვიღაცამ გაიაროს, გამოიაროს და შეხედოს მისი მუშაობის სისწორე და ეს იმითინაცაა კარგი, რომ მას არ ექნება იმის საშუალება, იმის ილუზია, იმის შეცდომა, იმის რაღაც გააკეთოს. შეიძლება შეეშალოს და არ შეაშლევინებენ, მიხვდით რა შეა საქმე. მე მინდა რომ ეს მომენტი ამ არჩევნებზე
მაქსიმალურად აღმოფხვრათ და იმედი მაქვს ალბათონი ლარი და გვერდში დამდგება ამ საკითხში. თუმცა ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ყველასზე პუნქტობრივად მინდა გავყო. გისმენთ პირველი იქიდან რომ აი სწრაფად მივიღეთ ტექნოლოგიები და მოდით მივყავთ ბოლომდე. ერთ სწრაფად არ მიგვიღია, იმიტომ რომ წლების მანძილზე პილოტირებები მიმდინარეობდა. ყველა შუალედური არჩევნები ჩატარდა ტექნოლოგიების გამოყენებით. სულ პირველად დავიწყეთ ცაიშის ოლქით, წყალტუბოს ოლქით და მთელი რიგი ოლქები ან პრაქტიკულად გავტესტეთ ეს მანქანები. დავიწყეთ მარტო პიკოსის აპარატებით, მე დავამატეთ ვერიფიკაციის აპარატები, ბოლოს დავამატეთ სინქრონიზაცია ბათუმის არჩევნების შემდეგ მოხდა დამატება სინქრონიზაცია აპარატებს შორის. სინქრონიზაციის მიზანი რა იყო? ის რომ ბატონო ანარას ამბობს რომ შეცდომა რა შეიძლება ვინმეს მოვიდეს და ეს შეცდომებიც რომ გამოგვერიცხა. ეხლა ნახეთ ეტაპობრივად არათუ ტექნოლოგიები განვითარდა, მათი გამოყენება მარტო ის არ იყო რომ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება ამ კანონმდებელმა ან ადმინისტრაციამ, რომ ეს კარგია. ყველა ჯერზე როდესაც ჩვენ პილოტირებას ჩავატარებდით, ჩართულ მხარეებს გამოვკითხავდით, მათ შორის პირველ რიგში რა თქმა უნდა ამომრჩეველს და ვიგებდით მათ აზრს, მოსწონდათ თუ არა არჩევნების ტექნოლოგიებით ჩატარება. ყოველთვის შეფასება იყო ძალიან მაღალი. შესაბამისად მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება. მოვედით 2024-მდე და 2024-ში ჩავატარეთ მასშტაბური, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ტექნოლოგიებით. 2024 მართ ჩვენა რომ არათუ ნაჩქარევი არ იყო, ძალიან კარგი იყო ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება და ეს ამას არ ვამბობთ მარტო ჩვენ, ამას ამბობს ნებისმიერ ჩართული მხარე, ის საერთაშორისო და დამკვირვებლო მისიები, ვინც აკვირდებოდა ქვეყნის მასშტაბით და ყველამ საკუთარ შეფასებაში ასახა, რომ არჩევნები იყო ძალიან კარგად ადმინისტრირებული, მაღალ დონეზე ჩატარებული. მოდით შევეშვათ ეს ნაკლებად ისეთი ბრალდება. ეხლა მივიდეთ იქამდე, რომ აი უბნის კომისიის წევრებში რაღაც ისე რომ შეიძლება არ მოხდეს, ეს არის ვარაუდებში თუ შევალთ მე თქვენ ან ბატონო ანა, აქ ძალიან დიდი შეიძლება იყოს სივრცე ეჭვებისთვის. ამ სივრცეს ვერასდროს ვერ მოვსწავლთ. უბრალოდ მოდით გავყვეთ ნაკადის მომწესრიგებელი და ფუნქციები. მე მივიდეთ რეგისტრატორთან და ასე შემდეგ. ნაკადის მომწესრიგებელს ყოველთვის ევალებოდა მოეწესრიგებიან ნაკადი, შეემოწმებია ჩემი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დარწმუნებული იყო, რომ მე როგორც ვარნა ლალიაშვილი, ჩემი პირადობით მივდივარ და არა ბებიის და ბაბუის როგორც ბატონო ახსენა. ამის შემდეგ შეემოწმებია მქონდა თუ არა მე მარკირება შესაბამის ხელზე გაკეთებული და მას რო გადაემოწმებია სიაში ვიყავი თუ არა, ამისთვის უნდა ერვინა კედლის სიასა და ჩემ შორის, ასე რომ ეს არც იქამდე არ ხდებოდა. ნაკადის მომწესრიგებელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ვადიანობას და იმას, რომ თქვენ გეკუთვნით მიდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამოწმებდა ხელზე მარკირებას. ამის შემდეგ მიდიოდა ამომრჩეველი და ახლაც მიდის რეგისტრატორ კომისიის წევრთან. რეგისტრატორ კომისიის წევრს შესაძლებლობა აქვს უკვე სიაში გადაგამოწმოთ ტრადიციულად ტარდება არჩევნები თუ ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს ხდება წამიერად და თუ თქვენ სიაში არ ხართ, უპირობოდ გიშვებენ უბნიდან, თან გაიგონებიან პლანშეტური კომპიუტერის დახმარებით, რომელ უბანზე უნდა მიბრძანდეთ და თქვენს მისამართსაც, ამ უბნის მისამართსაც. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ რეგისტრატორი კომისიის წევრები უნდა იყვნენ კედლიდან დაცილებული. ეს არ არის ახალი ამბავი, ეს არც დღეს და გუშინ დაგვიყენებიათ ჩვენ და არც არ ჭირდება ამას ოლქის დონეზე დაყენება კომისიის კონკრეტული კომისიის მხრიდან. ადმინისტრაცია და კანონმდებლობა, ადმინისტრაციაზე უფრო მაღლა მდგარი რა კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ნებისმიერ ჩართულ მხარეს, რომელიც იმყოფება საუბნოს არჩევნო კომისიაში, აქვს უფლება დააკვირდეს ნებისმიერ პროცედურას ნებისმიერი ადგილიდან. ეს იყო ყოველთვის ასე და არ შეცვლილა არაფერი. უბრალოდ ბატონო ვანომ კარგად აღნიშნა, რომ ჩვენ და სამწუხაროდ უბნები, რომლებიც არის დროებითი მოწყობის და არ არის მუდმივი, ხო, იცით. შესაბამისად არ გვაქვს ამისთვის ფაქტები. თუ ისეთ ფაქტში ვართ, რომელიც სახელმწიფოს ფაქტები, მაგალითად, როგორც არის სკოლები, ბაღები და არის იძლევა ფაქტი ამის შესაძლებლობას, ეს რეკომენდაცია მიცემული ქონდა შარშემაც და იგივე რეკომენდაციას ვიზრდით ჩვენ, რომ სადაც ფაქტი არის დიდი, სადაც ტექნოლოგიის განთავსებას, ამ ტექნიკის დამონტაჟებას, ამას ყველაფერს ხელი არ შეეშლება, აუცილებლად რეგისტრატორი კომისიის წევრების უკან იქნება სივრცე მინიმუმ 2 მეტრი მაინც იმისთვის, რომ თავისუფლად იმოზრაოს ნებისმიერმა ჩართულმა მხარემ. მაგრამ უბანი სადაც ისედაც მწირია შესაძლებლობა, ისედაც უჭირს ამომრჩეველს შემოსვლა, ამ შემთხვევაში ვერ მივიღებთ ამას შენიშვნად, იმიტომ რომ ჩემი როგორც ადმინისტრატორის მიზანი რა არის? ამომრჩეველს შევუქმნათ კომფორტი და მომემსახუროთ ისე როგორც საჭიროა. თუ ამომრჩეველის შემოსვლას ხელი შეეშლება იმით, რომ ვიღაცა უკან უდგას ჩემ რეგისტრატორს, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ პროცესი რისთვისაც არის ამომრჩევლისთვის ეს უნდა შეიშალოს, ხო და მიზანი ხო არ არის მარტო დაკვირვება და თან რას ვაკვირდებით, თუ კი ამომრჩეველი ჩვენთან არ შემოდის. შესაბამისად ეს არც ახალია, ეს არაფერი ამაში ახალი არ არის, ამას არ ჭირდება არსად კიდევ ერთხელ ვიმეორებ საკითხის დაყენება, ეს ისედაც ასე რეგულირდება.
ეხლა რაც შეეხება გადაღების უფლებასთან დაკავშირებით ეს მივდივარ. გადაღების უფლება, არ ვიცი რატომ გაქვთ ასეთი მცდარი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ბატონო ივანე, მაგრამ არასდროს არც ერთ მხარეს, არც ერთ ჩართულ მხარეს გადაღების თავისუფალი გადაღების უფლება არ ქონდა. ნებისმიერ შემთხვევაში პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებს, რომელმაც აკრედიტაცია გაიარეს ადმინისტრაციაში, ეს იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თუ საოლქო საარჩევნო კომისიაში, მათ აქვთ უფლება გადაიღონ 10 წუთის მანძილზე თავისუფლად ნებისმიერი ადგილიდან უღანზე, თუმცა ეს ნებისმიერი ადგილი თავისუფლად თავის თავში ორ ადგილს გამორიცხავს. ერთი კაბინას, სადაც შეიძლება ჩემი როგორც ამორჩეულის უფლებები დაიღოს და მეორე ყუთის ჩაშვების წილს, იმიტომ რომ იქაც ჩაშვების პროცესში შეიძლება რაღაც გამოჩნდეს და ამ ორ ადგილს გამორიცხავს. ეხლა ნახეთ როგორი ამბავია, თავისუფალი გადაღებით რო ისარგებლა ჩართულმა მხარეებმა, ეს იყო მათი მხრიდანაც დარღვეული, ანუ დარღვეული იქნება ხმამაღალია სიტყვა, იმიტომ რომ მე უფრო მგონია რომ არ ცოდნა იმ უფლებების, რა უფლებებიც აქვთ ამ ჩართულ მხარეებს, იმიტომ რომ საუბნოს არჩევნო კომისიის წევრებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ზუსტად იციან, რისი უფლება აქვთ, რისი ვალდებულება აქვთ და რისი უფლება არ აქვთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩართული მხარეებისთვის დაკვირვების შესაძლებლობის შეზღუდვა არის მათი მხრიდან დარღვეული ქმედება, ანუ კანონის დარღვევა მათი მხრიდან. ყველა შემთხვევაში ამ ჩართულ მხარეებს ეს შესაძლებლობა აქვთ დღის მანძილზე გადაამონტაჟონ ერთ კონკრეტულ ადგილას, სადაც ხელმძღვანელი პირი განსაზღვრავს, დაამონტაჟონ კამერები და მთელი დღის მანძილზე პროცესი ჩაიწერონ. მთელი რიგი მოსაზრებები არსებობს იმის შესახებ, რომ აი ეს კამერები მათ შორის არის ჩვენი. არასოდეს არ უსარგებლია ადმინისტრაციას ამ უფლებით და არც ქონია ეს უფლება, რომ თავად დაეტანებია კამერები. კამერები ჩართული მხარე აყენებენ და შესაბამისად იმ კამერებში, რომელიც მუდმივად მთელი დღის მანძილზე დაყენებულია, არის ასახული პროცესები და ყველა ის შემთხვევა, რომელიც აი ეგრეთ წოდებული ის შემთხვევა, რომ აი ვიღაცამ ბამბუის ნაცვლად თურმე სცადა მიცემა, ამ ესეთი ფაქტების გამოაშკარება შესაძლებელი იყო იმ კამერებით. თუმცა არც ერთ სუბიექტს, მათ შორის არც ოპოზიციურ პარტიებს არ წარმოუდგენია მსგავსი ტიპის მტკიცებულებები, რაც მე მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, იმიტომ რომ თუ მე ვამბობ, რომ ვიღაცა რაღაცას არ ღვევს, შესაბამისად ამის მტკიცებულება უნდა წარმოვადგენ. მადლობა, ქალბატონო ლარინა, ბატონო, ღიმილი მოგეგვარათ რაღაც კონკრეტულ მომენტს. მოდი რომ ამოვწუროთ გასული არჩევნები ძალიან მოკლედია ჯამი. ძალიან მოკლედ ვიტყვი ახლა ქალბატონი ლარინა ამბობს, რომ ეს არც უნდა უთხრას, მაგრამ მე ვთხოვ და იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, მოდი ასე ვიტყვი, დადებით კონტექსტში, როცა ქალბატონი ლარინა კონკრეტულ უბნის თავმჯდომარეს ურჩევს, რომ კანონის ჩარჩებში მოეწყოს. კი, რა თქმა უნდა. ანუ მე ვთქვი, რომ ამის დამატებით საჭიროება არ არსებობს, იმიტომ რომ მე დღესაც ტრენინგზე იგივე გავუჟღერე, იმიტომ რომ კანონმდებლობა მავალდებულებს ამას და არა ის, რომ მე მინდა ასე, ან თქვენ გინდათ ასე. კანონმდებლობა მავალდებულებს უთხრა ყველა კომისიას, რომ კომისიების უბნის მოწყობა მოეწყოს ისე, რომ ნებისმიერ ჩართულ მხარეს კონდეს შესაძლებლობა უბნის ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ პროცესს დააკვირდონ. შესაბამისად, ის რაც ვთქვით, შევთანხმდეთ, რომ სადაც ფართი არ იძლევა ამის საშუალებას, ფიზიკურად ვერ შეძლებენ, სადაც ფართი იძლევა ამის საშუალებას, კომისიის წევრები ზუსტად ასე მოაწყობენ უბნებს. როგორც ეს ამ წლების მანძილზე ხდებოდა, იქ სადაც იყო შესაძლებლობა, ყოველთვის იყო დატოვებული. თქვენ გახსოვთ წინა წელს იმ უბნებზე, სადაც თქვენ მიბრძანდით და დამირეკეთ უბნიდან და ხარით, რომ აქ არის შესაძლებლობა, რომ მოიწეს, თქვენ მივეცით ეს რეკომენდაცია, რომ დილით იმის მიუხედავად, რომ ტექნიკა უკვე დამონტაჟებული იყო, მოეწიათ მაგიდები წინ. თუ კი ეს ამის შესაძლებლობას ფართი იძლევა. ამას გარდა საოლქო საარჩევნო კომისიაში არ დასაქმებული ჩვენი კომისიის წევრები, მათ შორის ბატონი ვანო, მათ შორის გახარიას პარტიიდან დანიშნული ქალბატონი მინოც და ნებისმიერი კომისიის წევრი თანაბრად ინაწილებენ ეგრეთ წოდებული კურატორის ფუნქციებს. ანუ ბატონი ვანოსთვის განსაზღვრული აქვს საკურატორო უბნები, სადაც ის ამ ადამიანებთან მუდმივ კომუნიკაციაში არის და მას შეუძლია, რომ აი წინა დღეს ამ პროცესებს თავად მიედევნოს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კომისიის წევრს და თავადაც გასცეს ეს რეკომენდაცია. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა იციან, რომ ზემდგომი კომისიის წევრის მიერ მიცემული რეკომენდაცია არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი. შესაბამისად, ამას უბრალოდ არ ჭირდება რაიმე ტიპის შეთანხმება და ოლქის მიერ მოგვარება. ეს ის არის, რაც უკვე განსაზღვრულია კანონმდებლობით და რაზეც ჩვენ შეთანხმებული ვართ. ძალიან კარგი შეთანხმებული ვართ და მე შევეცდები, რომ მაქსიმალურად ეს თემა აღმოიფხვრას და გამჭირვალეობის საკითხი საერთოდ არ იყოს არჩევნებში, იმიტომ რომ ეს თემა გამჭირვალეობის საკითხი არის ხელისუფლებისათვის, ოპოზიციისათვის და საერთოდ ქართული საზოგადოებისათვის მომავალში და ახლაც მნიშვნელოვანი. ეს თემა უნდა ამოვწუროთ. რა თქმა უნდა,
კიდევ რა შეიძლება დავამატოთ ახლა წინა არჩევნებზე იყო ძალიან დიდი ზეწოლები საუბნო კომისიის გარეთ, მაგრამ ეს კომისიის თავმჯდომარეს იმდენ დატვირთვა აქ, რომ გარეთ შეიძლება ვერ მიაქციოს ყურადღება, თუმცა მიღებული არის კანონი, რომ 20 მეტრი, შემდეგ 100 მეტრი აგიტაცია არ შეიძლება, რაღაცეები არ შეიძლება, მაგრამ რეალურად ჩვენს რეალობაში ეს არ მუშაობს სამწუხაროდ. ვერ მუშაობს ეს თემა და ამას იყენებენ დაინტერესებული პირები. მოდი ასე ვთქვათ რა. და ისედაც ამ შემთხვევაში ვინ არიან ხოლმე დაინტერესებული პირები თავისი რესურსებით არის ხელისუფლება. ამაზე ორი აზრი არსებობს, იმიტომ რომ სხვა ან კონკრეტულ პიროვნებას, ან კონკრეტულ პარტიას, ძაცა უნდა დიდი იყოს ოპოზიციური პარტია, ამის რესურსები არ აქვს, რომ გარეთ ასე ვთქვათ მობილიზება გაკეთოს. ფორმულირება მიცეთ, დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც პროცესშია ჩართული, თუმცა ბატონი ამბობს, რომ რესურსი აქვს უფრო მეტი ხელისუფლებას. რაც შეეხება ბოდიშკითით, რაც შეეხება უბნის გარეთ მიმდინარე პროცესებს, არათუ შესაძლებლობა არ აქვს. ანუ არც ვალდებულება აქვს და არც უფლება აქვს დატოვოს უბანი. შესაბამისად, უბნის გარე პერიმეტრზე რაც ხდება, ეს არ ეხება კომისიის წევრს. ამ შემთხვევაში ნებისმიერ ჩართულ მხარეს რიგით მოქალაქესაც შეუძლია გამოიძახოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, პოლიცია და ისინი უზრუნველყოფენ თუ კი კრაიმეტრის უსაფრთხო გარემოთი ხო არა ვართ ჩვენ განებივრებულები. უსაფრთხო გარემო არ არის ხო, ვიდრე უსაფრთხო გარემოში რას გულისხმობთ? აი უსაფრთხო გარემოს რომ უსაფრთხო გარემო. ხო, აი უბნის გარე პერიმეტრს გულისხმობთ. ხო, ესეც არ არის, მაგრამ ადმინისტრაციის კონტროლის სფერო არ არის უბნის გარეთ პერიმეტრი. ეგ არის უკვე შესაბამისი ორგანოების საქმე. ამ შემთხვევაში მე თქვენს რიგით მოქალაქეებს შეგვიძლია დაუძახოთ პოლიციას და უთხრათ თუ კი რაიმე გადაცდომა ხდება. ეხლა ერთი დეტალი უბნის გარეთ მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. ის რასაც ბატონმა ანა გულისხმობდა, რომ აი გარეთ ხდება რაღაცა ტიპის სიებით მოძრაობა და რომ ეს შეუძლია ნახეთ როგორი ამბავია სიები ამჩევის სიები არის საჯარო ამის გამოთხოვა შეუძლია ნებისმიერ სუბიექტს მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და ეს შეუძლია მე თავის პარტიის მიერ დასაქმებულ ადამიანებს მისცეს ოღონდ სიები არის ერთი საჯარო რომელიც შეიძლება გაიცეს და მეორე რომელსაც კომისია სარგებლობს და იმ სიებს ვერ იპოვით ვერავისთან და ნებისმიერ შეუძლია უბრალოდ რიგით მოქალაქეს ჩამოტვირთოს ასეთი და მოიძიოს ასეთი სიებიც და შესაბამისად მე არ ვფიქრობ რომ აქ რაიმე ტიპის დარღვევასთან თუ კი ვინმე დგას თავის ინიციატივით ან პარტიის დაკვეთით, რომელიმე პარტიის დაკვეთით და იქ რაიმეს ამოწმებს, ეს არის მისი საკითხი. ანუ იმის ხაზგასმა მინდა რომ არც ერთ შემთხვევაში ჩემ უფლებამოსილებაში არ შედის და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შევძლებ გავიდე გარეთ და დავუშვათ იქ ვიღაცას აგიტაცია ან რაიმე ამ ტიპის საქმიანობა შევძლებ. ხო, მაგრამ პირველ რიგში ხო ჩვენ მოქალაქეებით ვართ და ვიცით რომ არ არის არაჯანსაღი გარემო. ჯანსაღი გარემო არ არის, რაღაც არაჯანსაღ გარემოში მიმდინარეობს ხოლმე არჩევნები გარკვეულწილად გოლის. რადგან მე ადმინისტრაციას წარმოვადგენ ახლა და რადგან თქვენ ამბობთ რომ არ არის არაჯანსაღი გარემო. როგორ ჯერ ერთი რას მოიაზრებს ნებისმიერ ადამიანი ჯანსაღ ან არაჯანსაღ გარემოში ამაზე საქმე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენ რა შეიძლება კიდე დამატებით გავაკეთოთ, რომ გარემო უფრო ჯანსაღი იყოს, ანუ ადმინისტრაციას რა როლი ეკისრება ასეთ შემთხვევაში? ხო არა, ზოგადად გულისხმობ იმას, რომ უსაფრთხო იყოს ნებისმიერი ამომრჩევლისთვის გარე პერიმეტრით იწყება ხო თქვენამდე მოსვლა. ასე რომ ვისურვებდით უსაფრთხო შემცველი ყოფილა ოდესმე გარე ანუ პირადად ჩემთვის არ, მაგრამ მე შეიძლება ჟურნალისტი ვარ და ამ შემთხვევაში არ მოხდეს ჩემზე, თუმცა ჟურნალისტებსაც უდიდესი ზეწოლაა და ამის ფაქტებსაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში სამწუხაროდ ვხედავთ. ქალბატონი ლარინო. უბრალოდ მე გამომახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ანდილოსნები ხართ გითხოვთ. ესე იგი რა ხდება, იცით, კანონი არის მიღებული, მაგრამ კანონი ვერ სრულდება, მიხვდით რა შეა საქმე. მე იმაზე აი იმის არ მაქვს პრეტენზია, რომ თავმჯდომარე გარე პერიმეტრს მიხედოს. თუმცა მას შეუძლია გარე პერიმეტრის რაღაც პრობლემები დაურეკოს პოლიციას, ძალოვან სტრუქტურებს და გადაცეს მათ. ანუ აქ არის კანონის პრობლემა. მიხვდით, ეს გასაკეთებელია და აღმოსაფხრელია ეს თემა. რისი თქმა მინდა ეხლა მე კიდევ დავამატო აუცილებლად გაბატონი ლარინამ თქვა და მეც მინდა ეხლა გავამახვილო ყურადღება, გამოვიყენო თქვენი ეთერი და მიმართო იმ ამომრჩევლებს, ვისაც პირადობის მოწმობა აქვთ ვადაგასული, აუცილებლად ნახონ ეს პირადობის მოწმობები ვადაგასული არის თუ არა და ასე თქვა გამოცვალონ, იმიტომ რომ არჩევნების დღეს უკვე არაფერს ვერ მოასწრებენ, თუმცა თუ მათ პირადობის მოწმობა აქვთ ვადაგასული და საზღვარგარეთის პასპორტი ვადიანი აქვთ, მათ შეუძლიათ მოვიდნენ არჩევნებზე, თქვა იგივე საზღვარგარეთის პასპორტით, იმიტომ რომ პირადობა არ წარადგინონ. ანუ ესეც რაღაცნაირი კაზუსია, მაგრამ კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს და უბრალოდ რეგისტრატორი კომისიის წევრი, როცა ის ვადაგასული პირადობით მივა, ვერ დაარეგისტრირებს. ამიტომ აუცილებლად ამომრჩევლებს თხოვეს გაითვალისწინონ და გადაამოწმონ. მე აგრეთვე იდეა მაქვს ესეთი გარკვეულწილად მინდა რომ
რაღაცნაირი აი სამოქალაქო საზოგადოება უფრო დაინტერესდეს არჩევნებით, სამოქალაქო საზოგადოებას უფრო კონდეს იმის განცდა, რომ ის არჩევნებში რომელიც არა მარტო ხმას აძლევს, არამედ მას შეუძლია რაღაც იქ გაურკვევლობა ან რაღაც ცუდი მოვლენები, როგორც გარეთ ხდება, ისევე უბანში ხდება, დააფიქსიროს და რაღაც მოხდეს ამის აკუმულირება. ხვდებით რის თქმამი და მაგრამ ეს რო კონდეს დაინტერესებული ამომრჩეველს, ხო, მას უნდა კონდეს მიახლოებით იმის განცდა, უბრალოდ აღქმა, რომ რაღაც ირღვევა, იმიტომ თუ არ იცი შენ რა ირღვევა და რა სწორად მიდის, ამას ვერ გაიგე. ამომრჩევლის განათლებაზე და ამომრჩევლის, ხო, აი ცუდი არ იქნება თუ რაღაც ეხ ქალბატონი ლარინა ტრენინგებს ატარებს და კომისიის წევრებს უტარებს, რა თქმა უნდა და მე კიდევ გარკვეულწილად ამ მიმართულებით მუშაობ როგორც პარტიულად ისე წარმომადგენლებთან უფრო სხვა მხრიდან რომ დაინახონ ეს ხარე არ იქნება ცუდი თუ საზოგადოების ჩართულობაში ამ ჩვენ გამოცდილებას გამოვიყენებთ თქვენც თუ რაღაც ეთერი გექნებათ რაღაც გამოცდილების რაღაც ნიუანსებს მოკლედ ასე რომ ვთქვათ მივაწვით ამომრჩეველს ვინც იქნება დაინტერესებული რომ ტელეეთერი და მიიღოს მინიმალური ცოდნა, მინიმალური, იმიტომ რომ საკანონმდებლო იმაში ჩვენ ვერ ჩავერევით, ძალიან შორს გაგვიყვანს და მაგდენი დროც არ გვაქვს. ეს მომავლისთვის, რომ გავაკეთოთ და საზოგადოება უფრო ჩაერთოს ამ თემაში. მადლობა, დაუბრუნდებით საკითხად ქონდა ქალბატონო ლარინა, საარჩევნო ადმინისტრაცია როგორ ემზადება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის? რა ეტაპზეა ამჯერად? საარჩევნო ადმინისტრაციის მზადებასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ და აი ამ საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებით მინდა ერთი დეტალი დავამატო, რომ ყველა ცენტრალურ ტელევიზიაზე თითქმის ყველაზე გადის ადმინისტრაციის მიერ გამომზადებული ვიდეო რგოლები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ამშობლებს კონდეს წარმოქმნა უბანში მისვლის მომენტიდან, ვიდრე არ დატოვებს უბანს, რა საფაფურების გავლა უწევს მას. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით ზრუნვა უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს და ვფიქრობ, არაერთი საინფორმაციო კამპანია და კიდევ ერთი დეტალი, რაც მინდა დამემატებია და გამომრჩა ნაადრევად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც ბატონმა ახსენა ტექნოლოგიებთან მიმართებაში, თქვენ იცით, რომ ჩვენ საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებდით, ანუ ამომრჩეველს ვაცნობთ ამ ჩვენ ტექნოლოგიებს და 9 მილიონზე მეტმა ადამიანს მიეცა შესაძლებლობა 2024 წლის არჩევნებამდე საკუთარი ხელით მიეცა არჩევნებში, ხმა მიეცა არჩევნებში, ანუ იმიტირებულ არჩევნებში და ენახათ როგორ მუშაობს ეს ტექნიკა. რაც შეეხება კი ბატონო, სამზადის რა ეტაპზეა? სამზადის ამ ეტაპისთვის, როგორც იცით, გახსნილია საუკუნო საარჩევნო კომისიები, 76 უბანი გვაქვს ელექტრონული და 76 უბანზე უკვე კომისიის წევრების სრული შემოქმედება დაკომპლექტებულია, გამოკრდულია სიები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ამორჩეველმა გადაამოწმოს თავი არა მარტო ელექტრონულად და ჩვენ ამის შესაძლებლობაც გვაქვს მიცემული ამორჩევლისთვის, ცესკოს ვებგვერდზე შესვლის შემთხვევაში, საკუთარი სახლიდან გავსვლით, ჩვენ წყობილობებით, ეს იქნება ტელეფონი, კომპიუტერი თუ ასე შემდეგ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიპოვოთ სიაში თავი. ამას გარდა თუ კი არის კიდე დარჩენილი ისეთი ამორჩეველი, ვისაც ბავშვად ხელი არ მოუწდება ინტერნეტს, ესეთ შემთხვევაში ტრადიციულად რაც გვქონდა ის შესაძლებლობა ყველა უბნისთვის, ყველა უბანზე არსებობს, შეუძლიათ მივიდნენ უბნებზე და იპოვნონ სიაში საკუთარი თავი და გადაამოწმონ. საუკუნო საარჩევნო კომისიები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ უბნებზე, ველოდებთ ამორჩეველს, რომელსაც ექნება რაღაც ტიპის მოთხოვნები და უშუალოდ იმას შეიძლება ჰქონდეს სიაში ცვლილების შეტანილი გამომდინარე ფაქტებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, ან გადასტარებთან დაკავშირებით მომართვიანობა, შესაბამისად უბნები, როგორც უკვე გითხარით, არა მარტო ამ რეჟიმში არიან, არამედ პარალელურ რეჟიმში გადიან ტრენინგებს და ამ პროცესში ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ საუკუნო საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ მაღალ პროფესიულ დროებაზე გადამზადებულები და შესაბამისად მაღალი სტანდარტი უმსახურების შეთავაზონ ჩვენს ამორჩეველს. ამას გარდა კი ბატონო, ბრძანეთ დაასრულეთ. და კომისიის წევრები სიახლეა ის ამბავიც, რომ 2024 წლის შემდეგ უნდა იყვნენ სერტიფიცირებული. თუ კომისიის წევრი არ არის სერტიფიცირებული, არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, ის ვერ გახდება ხელმძღვანელი პირი და ვერც კომისიის წევრი. არსებობს ორი სხვადასხვა სერტიფიკატი ხელმძღვანელი პირის და კომისიის წევრის. შესაბამისად, აი ეს სამზადის უკვე დიდი ხანია დავიწყეთ, რაც შეეხება 25 წლის სამზადის, როგორც მოგახსენეთ, მიმდინარეობს ტრენინგები, საუკუნო საარჩევნო კომისია მუშაობს სრული დატვირთვით და ყველა ის პროცედურა, რომელიც უნდა მოესწროს 4 ოქტომბრამდე, იქნება აუცილებლად ისე გაკეთებული, რომ არჩევნები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარდეს, ვიდრე ეს აქამდე გაგვიკეთებია. კი, ანუ ვის ვირჩევთ 4 ოქტომბერს?
ოქტომბერს ვირჩევთ, იცით რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შესაბამისად ვირჩევთ მუნიციპალიტეტის მერს, ვირჩევთ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატებს და ვირჩევთ საკრებულოში კომისიის წევრებს, რომელიც იქნებიან პროპორციული სიებით წარმოდგენილი. რაოდენობის პარტიებზე არის საუბარი და მერობისთვის რამდენი კანდიდატი იბრძოლებს ქალბატონო ლარინა ქუთაისში? იბრძოლებს მადლობა, იბრძოლებს 3 კანდიდატი. ეს არის პარტია საქართველოს კანდიდატი ბატონი გიორგი ამაღლობელი, პარტია გახარია საქართველოსთვის კანდიდატი ბაატა ზაქარიაშვილი და პარტია ქართული ოცნების კანდიდატი ბატონი დავით ერემეიშვილი. შესაბამისად სუბიექტებს რაც შეეხება სუბიექტებიც დარეგისტრირდნენ ჩვენგან, სახელობით სიარო არ დაუშვათ შეცდომა თქვენის ნებართვით წაგიკითხოთ. დარეგისტრირებულია კონსერვატორები საქართველოსთვის, სახალხო ხელისუფლება, ძლიერი საქართველოს, გახარია საქართველოსთვის, ქართული ოცნება, გირჩი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. ამ ჩვენს ჩამოთვლილ პარტიებს როგორც საკრებულოს პროპორციული სიები აქვს დარეგისტრირებული, ასევე დარეგისტრირებული ყავთ ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებიც. მადლობა ბატონო ვანო, რამდენად გვაყოფილი ხართ თქვენი მოსამზადებელი პერიოდით, რასაც ახლა გადიხართ? აი მე ტიპის შენიშვნები ხომ არის. მე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვარ და შესაბამისად მოსამზადებელ პერიოდში ჩართული ვარ. აი მე ხომ არის სურვებდით კიდევ რომ გაუმჯობესდეს აი ამ პერიოდში. ერთი ბრძანეთ რომ ამორჩეველმა კიდევ უფრო მეტად უნდა იცოდეს საკუთარი უფლებების შესახებ. კი, რა თქმა უნდა, ეს ხო რა იქნება? მე მაქვს სურვილი რომ ამორჩეველი მაქსიმალურად გააქტიურდეს არა მარტო ხმის მიცემის პროცედურაში და არჩევნებზე უბნის შემთხვევაში, არამედ რეალურად ყველა ამორჩეველს უკვე დღეს თანამედროვე პირობებში შეუძლია ვიდეო გადაღება გააკეთოს და დაგვეხმაროს როგორც უბნის გარეთ, ისე უბანში რაღაც პრობლემები რო აღმოიფიქრება, რომ ჩვენც დროულად, ასე ვთქვათ, რეაგირება გავაკეთოთ. გარდა ამისა, მაქსიმალურად მზადება არის, უბრალოდ გული მწყდება მე ერთ მომენტზე, რომ მე ხა კახიანაურის მიმართულებით კურაციას ვაკეთებ და უბნები ჩამოვიარეთ და მაგალითად საეკლესიო ავადმყოფოს იმხელა ოთახები აქვს და ფართი აქვს. თან ქალბატონი მაგდა არის მოქმედი საკრებულოს დეპუტატი და ახლაც კენჭისიხრის მენეჯმენტში არის ამ საეკლესიო ავადმყოფოს მენეჯმენტში მაგდა კოსტავა და გამოყოფილი აქვს საარჩევნო უბანი აი თქვენი სტუდიაზე ასე ვთქვათ ნაკლები არის სადაც 5 რეგისტრატორი არის სადაც 2400-მდე ამორჩეველი არის სით და შეიძლება და ხა ამის მოგვარება უფრო კარგად ანუ აქ რისკმა მინდა იცით თვითონ იმ ადამიანებმა ვისაც ზალუც რომ უკეთესად ჩატარდეს არჩევნები თვითონაც უნდა მოინდომონ ეს მით უმეტეს ვალდებულებაც აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს. ეს არ მომეწონა და ავით იმედი მაქვს რომ არჩევნების დღისთვის ეხა იმ არჩევნების დღემდე არის ასეთი პრაქტიკა რომ არჩევნების დღემდე საარჩევნო კომისია მუშაობს რაღაც პატარა ტერიტორიაზე ვთქვათ და საკმარისია მისთვის ეს პატარა ტერიტორია მაგრამ არჩევნების დღეს გადადის ცოტა დიდ ტერიტორიაზე სადაც შეუძლია უფრო ნორმალურად ჩატარდეს საარჩევნო პროცესი და უფრო გამჭვირვალე გახდეს. თუ მათი კეთილება იქნება და იმედია, აი ტელევიზორით მიმართავ ქალბატონ მაგდა კოსტავას, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატი არის, გამოგვიყოს ერთი დიდი სივრცე, სადაც გამჭვირვალედ ჩატარდება საარჩევნო პროცესები. კიდევ, რა ვიცი, ახლა აი საზოგადოებაც მინდა რომ უფრო განეწყოს ამ არჩევნებისთვის, საერთოდ არჩევნები აქტიური არის, ყოველთვის აქტიობაში ჩამორჩება ცენტრალურ საპარლამენტო. ეს არის როგორ ფიქრობთ? ეს ასე არის ყველგან. ევროპის ქვეყნებშიც ასე არის და ყველგან ასე არის. რატომღაც საზოგადოებას გონია, რომ ამ არჩევნებით დიდ ცვლილებას, პოლიტიკურ ცვლილებას ვერ მიაღწევს. გარკვეულწილად ეს ასეც არის. იგივე განცდა გაქვთ? არა, განცდა არ მაქვს იგივე, იმიტომ რომ რეალურად მე პირადად გეტყვი რა განცდა მაქვს. მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ჩატარდება რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ მაგალითად პარტია ლელო ვემზადებით და ამ არჩევნებს ვიყენებთ იმისთვის, რომ გარკვეული გამოცდილება გავიაზროთ და ასე ვთქვათ, გავივარჯიშოთ ამ ხრივ და საზოგადოებასაც მოუწოდებ, რომ ეს გამოიყენოს მომავალი არჩევნებისთვის. ხელისუფლებაც გარკვეულწილად ამას იყენებს და თქვენ მომავალ წელს ან დეკემბრიდან დაინახავთ ჟურნალისტები, რომ აი ჩემი ასე ვთქვათ, ეს წინასწარმეტყველება არ არის, რეალობა არის, ასე იქნება. ამიტომ ეს კომისიისთვისაც მნიშვნელოვანია, საალკო კომისიისთვის, რომ ის კომისიის წევრები, რომლებიც იქნებიან მხარეები, რომ მომავალ არჩევნებში ის კომისიის წევრები ქალბატონ ლარინა
უნდა შევეცადოთ, რომ არ იყვნენ კომისიის წევრები. განსაკუთრებით, როცა ოლქი ირჩევს კომისიის წევრს. იმიტომ რომ დაგვიცავს ეს ყველაფერი? გაუგებრობებისგან. იგივე საარჩევნო ადმინისტრაციას დაიცავს გაუგებრობებისგან და პროცესები უფრო დაიხვეწება და არჩევნები უფრო სანდო გახდება. ხვდებით რა შეესაბამება? არჩევნები უნდა იყოს სანდო საზოგადოებისგან. არ უნდა იყოს იქ მხარეები. ეს უნდა მივიღოთ მაქსიმალურად. აი მაგალითად ჩვენ ეთიკის კოდექსს მოვაწერეთ ხელი. გარკვეულწილად იყო აქ აზრი ისეთი, რომ არ ვთანხმებით ამ ეთიკის კოდექსსა, ვიღაცებმა ხელი არ მოაწერეს. მაგრამ მე პირადად პირიქით ეთიკის კოდექსი ხაზგასმით მიუთითებს იმას, რომ აქ ჩამოსვლილია პუნქტები, რომ კომისიის წევრი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, პატივ უნდა აცეს კანონს, უნდა იყოს კეთილსინდისიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. ეს უნდა გაითავისოს ყველა კომისიის წევრმა, როგორც საუბნო კომისიის წევრა, ის საუბნო. ხდება გათავისება პრაქტიკაში. არა, მე მინდა რომ გაითავისოს, ხდები? არ არის გათავისებული ჯერ. მე ჭმეპარება, მე კიდევ ერთხელ უფრო კომისიის წევრებს, როგორც საუბნო კომისიის წევრებს დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ იქ არიან მართლაც პროფესიონალები, ისინი რო არ იყო არჩევნების ჩატარება, საერთოდ იქნება კატასტროფა, ალბათ ქვის ხანაში გადავალთ, მაგრამ იქ არის ადამიანები, რომლებიც აი მიკერძოებიდან უნდა გამოვიდნენ. ან მე უნდა შევწყოთ ხალბატონო ლარინა გამოვიყვანოთ. მომავალში მაინც. ეთანხმებით ხალბატონო ლარინა. ნახეთ როგორ დგას საკითხი. როგორ უნდა გამოვიყვანოთ ვინმე მიკერძოებიდან, ან როგორ უნდა გავარკვიოთ, რომ არის მიკერძოებული თუ არ არის მიკერძოებული, ეს ცოტა ისეთი მასშტაბური ამბავია. ანუ საოლქო საარჩევნო კომისიები, როდესაც ირჩევენ საოლქო საარჩევნო კომისიებს, აქ გვაქვს საკანონმდებლო მოწესრიგება ასეთი. ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც წინა წლებში კონკრეტული პარტიის სუბიექტის წარმომადგენელი, ის ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღოს ჩემთან კონკურსში მონაწილეობას. კონკურსში იღებს მონაწილეობას ადამიანები, ვისაც არ ქონიათ რაიმე ტიპის კუთვნილება რომელიმე სუბიექტთან, და ამას გარდა აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. როდესაც შენ გაქვს ოლქში 76 უბანი და ამ 76 უბანზე ასეთ შეგყავს 8 კაცი, გამოგიხსენებათ ხა თითო უბანზე არა მარტო 8 და შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა შემოიტანოს განაცხადი, ძალიან რთულია იმის გარკვევა, შიგნით გულში ან ტვინში ვინ რას ფიქრობს, ან ვისთან არის მიკერძოებული მისი განწყობებით. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, საკანონმდებლო მოწესრიგება არსებობს და ამის გათვალისწინებით ხდება მათი არჩევა. როდესაც არჩევანს ვაკეთებთ და არჩევით ვირჩევთ არა მარტო ძირითადი ოლქის წევრები, არამედ ნებისმიერი ოლქის წევრი, რომელიც დანიშნული ამ დროს და მათ შორის ამ პროცესებში მართალია არჩევაში არ მიუწევთ მონაწილეობა ივანეს, თუმცა აქვთ ეს შესაძლებლობა მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა და რის საფუძველზე ვახდენთ არჩევას. გამოცდილების, შესაბამისი სერტიფიკატის და იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები წინა არჩევნებში არ იყვნენ კონკრეტული სუბიექტების წარმომადგენლები. ეს არის მაქსიმუმი, რაც მე შემიძლია გავაკეთო. იქეთ უკვე როგორ წარმოუდგენია ბატონი ივანეს, რომ აი ამ ადამიანების პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, ან გავარკვიოთ, არიან ნეიტრალურები თუ არ არიან, ეს არ ვიცი, მაგრამ კიდე ერთი დეტალი, რომელზეც მინდა მოგახსენოთ, მეორე საკითხი, რაზეც თქვენ ყურადღება გაამახვილეთ, ეს იყო ის, რომ კომისიის წევრებმა ხელი არ მოაწერენ აი ამ ჩვენს ეთიკის კოდექსს. კი ბატონო, ეთიკის კოდექსში ადმინისტრაციას გაწერილია ის, თუ როგორი უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის კომისიის წევრი ნებისმიერ დონეზე, ეს იქნება უბნის, ეს იქნება ოლქის თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დონეზე. ახლა მე მაქვს კითხვა ბატონ ივანესთან და ნებისმიერ ჩართულ მხარესთან, ნებისმიერ სუბიექტის მიერ დანიშნულ კომისიის წევრთან, როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ბოლომდე ნეიტრალურები არ არიან უბნის კომისიის წევრები, ბოლომდე ნეიტრალურობას თუ ახერხებთ და ხართ თქვენ და თუ არ ხართ ასე თუ ისე იმ პარტიის, რომელიც მიერაც ხართ დანიშნული, ან თქვენი განწყობები ხო არის იმ პარტიისკენ, ლოგიკურია. ვერც ერთ შემთხვევაში ადამიანებსგან ვერ მოითხოვთ იმას, რომ მას არ ქონდეს საკუთარი პოზიცია, პოლიტიკური პოზიცია. ჩვენ ვიცით, რომ ეს კოდექსი და ჩვენ ვიცით, რომ კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს ოლქის წევრებსაც მათ შორის, რომ ისინი როგორც კი გახდებიან ოლქის წევრები, ისინი არიან ადმინისტრაციის ნაწილი და არა კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები. მაგრამ ჩვენ გვახსოვს შეაშალ საკანონმდებლო ცვლილებებიც კი მოითხოვა ზოგიერთმა სუბიექტმა იმისთვის, რომ ჩვენ მე რომ ადმინისტრაციაში ვინიშნებით, რომ აუცილებელია, რომ შტაბებთან ურთიერთობის შესაძლებლობა გქონდესო და ლოგიკურია გააქვთ ეს განწყობები. სხვაგვარად ვერ იქნებოდა ამ სუბიექტის წარმომადგენელი. ისევე აქვს განწყობები საზოგადოებას და ამის კონტროლი ადმინისტრაციის მხრიდან ეს არის ფიზიკურად შეუძლებელი ამბავი. ანუ ბატონო, ამ შემთხვევაში ქალბატონ ლარინას შემომთავაზებს ბატონო, ან მე და ან ჩვენს ადმინისტრაციას და ეს იქნება გონივრული და ეს იქნება შესაძლებელი, რაც თავარია, მე სიამოვნებით მივიღებდი. არა, მე არ თავაზობთ პროცესში ამის კონტროლს, უბრალოდ
არჩევნების პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების პროცესში საჩივრების შესაბამისად უკვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანმა, კი ბატონო, რაღაც დაუშვა შეცდომა, როგორი იყო შეცდომა და რამ გამოიწვია იმ შეცდომა, რის გამო მოხდა ეს შეცდომა, ცოტა მე მინდა რომ ცოტა მკაცრად მივუდგეთ ამ საკითხს. რომ მომავალში იმ ადამიანებს არ კონდეს იმის საშუალება, რომ მსგავსი შეცდომები დაუშვან. ამაზე აქვს საუბარი უბრალოდ. თორე ახლა კონტროლი ძართულია, ისედაც მოდი ასე ვთქვათ, როტაცია ეხაც მიდის, კომისიის წევრები ზოგი გადის და ახლა ყოველდღიურად ჩვენ კომისია ვიკრიბებით და ახალ კომისიის წევრებს ვიღებთ უბნებზე, იმიტომ რომ ეს ცოცხალი პროცესია და თან ადამიანების გულში ვერ ჩავძვრებით, ვერც დავასკანერებთ და ვერ გავიგებთ მათ იმას, მაგრამ კანონი არეგულირებს და რასაც არეგულირებს კანონი უნდა დაიცვას მათ. ამაზე აქვს საუბარი, თორე ვიღაცა შეიძლება ვიღაცას მოწონდეს, ამას ვერ დაუშვით ვერავისა, არც უნდა დაუშავოთ რას სულელი. უბრალოდ აქ კანონის მუზენაესობაზე ესაა. ბატონო ვარინაკ, არაერთ გზის გააჩღერეთ ამ მრჩეველთა ცნობიერების ამაღლება და თქვენ თქვით, რომ რაღაც გარკვეული ბერკეტებით ცდილობდით, რომ მიგეწმინათ მათ ეს ხმა და ინფორმაცია. მოდი ჩვენი ეთერის მეშვეობითაც დაუბრუნდეთ ისევ ამ მრჩეველთა უფლებებს. რას ეთქვით მათ, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ვის უნდა მიმართონ, ვადები რა დრომდე არის და ეს დეტალები, რომელიც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამ მრჩეველმა, რაიმე რომელიმე მათგანს კონკრეტულად თუ გამოარჩევდით. კი ბატონო, შემოვნებთ კი პასუხებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობაში თქვენ ალბათ გულისხმობთ ადამიანებს, რომელსაც ჩანს გადასტანყუთით სერგებლად, ან შესაძლოა კი ბატონო, ადაპტირებული გარემო რამდენად გვაქვს საჩვენებლად. გეტყვით, ნებისმიერ ამ მრჩეველს, რომელსაც ფიზიკური მდგომარეობა არ აძლევს შესაძლებლობას ჩვენთან უბანზე მოვიდეთ, მას აქვს შესაძლებლობა, რომ ან ოჯახის წევრის დახმარებით გააგზავნოს განცხადება საუბნოს არჩევნო კომისიაში, ან ტელეფონით რაც ვიღებთ ჩვენ განცხადებას დაიყოს ნებოს საუბნოს არჩევნო კომისიაში, გნებავთ საუბნოს არჩევნო კომისიაში ნებისმიერ ფორმით განცხადება, რომელიც შემოვა ჩვენთან, ის იქნება დარეგისტრირებული, აუცილებლად იქნება უბნის კომისიის წევრების მხრიდან გადამოწმებული ის საფუძვლიანობა მოთხოვნის და ამის შემდეგ მოხდება ამ ადამიანის გადასტანყუთვის სიაში შეყვანა, რაც შეეხება კონკრეტული ვადები აქვს, კი შეზღუდული არის და კაი კითხვა. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამ მრჩეველს, ამ შემთხვევაში მათ აქვს შესაძლებლობა მაგალითად საპარლამენტო არჩევნებზე ნებისმიერ უბანში შეუძლიათ, რომელიც ადაპტირებულია და რომელიც მათთან ახლოს არის და მოსახერხებელია, ისარგებლონ ამ უფლებით, რომ ოლქში არსებული ნებისმიერი ადაპტირებული უბანი შეუძლიათ მithon და ჩვენ შევყვანთ იმ უბნის სპეციალურ სიაში, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა გამომდინარეობს მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ეს ერთი მთლიანი ოლქი დაყოფილია 10 ოლქად. შესაბამისად, თუ კი თქვენ კონკრეტული ოლქის ამორჩეველი ხართ, ამ შემთხვევაში ადაპტირებული უბანი არის სხვა ოლქში, ამ შემთხვევაში რთულია და არ მოხდება ამის ცვლილება და მოდით უფრო გასაგები იყოს ამორჩევლისთვის ახსნათ ამ პრაქტიკულ მაგალითზე. თუ მე ვარ ნიკიის მაჟორიტარული ოლქის ამორჩეველი და ნიკიაზე არ არის არც ერთი ადაპტირებული უბანი და ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე დევს და ეს ინფორმაცია ამ მრჩეველს აქვს და მე ჭირდება წავიდე მაგალითად ავტომშენებლის, ავტოფარკის უფრო ახლოს კახიანაურის ან რომელიმე სხვა მაჟორიტარულ ოლქში, ამ შემთხვევაში მე შემეზღუდება მაჟორიტარისთვის ხმის მიცემის უფლება და სწორედ ამიტომ ეს არჩევნები ავიწროებს შესაძლებლობას აირჩიოს უბანი. ანუ ამ მრჩეველს შესაძლებლობის მქონე ამ მრჩეველს შეუძლია მხოლოდ მის ვიწრო მაჟორიტარულ ოლქში მოახდინოს ეს ცვლილება. უნდა მოგახსენოთ იმის შესახებაც, რომ ძალიან მაღალი მომართვება არ ქონია. წინა წელს მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო და ის კონკრეტული ამორჩეველიც ახლაც ახერხებს თავის მაჟორიტარულ ოლქში აირჩიოს უბანი, რომელიც ასევე არის ადაპტირებული. ყველა ასეთ შემთხვევასთან მიმართებაში მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვართ ჩართულები იმისთვის, რომ ამორჩევის უფლებები იყოს დაცული და კონსტიტუციით მინიჭებული ეს უფლება ხმა მისცეს ნებისმიერ ადამიანმა მისთვის შესაძლებელი გარემოში ეს იქნება ჩვენი მხრიდან დაცული. დიდი მადლობა. მე უბრალოდ დავამატებ კაპიტალიანას გამორჩა, რომ ვადები არის საკმაოდ შეზღუდული და გადასტანყუთზე ვისაც ჭირდება გადასტანყუთი დროულად უკვე დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა, იმიტომ რომ თვალსწრებით 18 სექტემბერი არის ბოლო ვადა და მანამდე ეს პროცესი უნდა დაამთავრდეს.
კარგით, ნელა შევაჯეროთ დღეისათვის ჩვენი შეხვედრა. ქალბატონო ლარინა, თქვენი საუბრეთ, რომ ელექტრონულმა არჩევნებმა გაამართლა საქართველოში. მაინც რის გამოსწორებას ისურვებდით და ტექნიკასთან გვაქვს საქმე, თუ კი მოხდება მისი მწყობრიდან გამოსვლა, ანუ ალტერნატიულ მეთოდს რას იყენებთ და ამ შემთხვევაში რამდენად იქნებით გადაზღვალულები? თავის დაზღვევის მექანიზმები რა შემთხვევაში? სიამოვნებით, ძალიან საინტერესო კითხვაა ჩვენთვისაც, ჩვენი მაყურებლისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკა სრულად გამოაწყობილ უბანზე, რაც ნაკლებად შესაძლებელია, რაც უფრო მსხვილია უბანი, შესაბამისად უფრო მეტია ტექნიკა, ვერიფიკაციის აპარატები მინიმუმ 2-ია უბანზე და მაქსიმუმ 5. შეუძლებელია რომ ერთდროულად 5 აპარატი დაზიანდეს, მაგრამ მოდით დაშვების დონეზე გავაკეთოთ ესეთი რამე, რომ უბანზე გამოვიდა წყობიდან ყველა იქ არსებული ტექნიკა, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს დაზღვეული პროცესი და ყველა უბანს თავის მხრივ აქვს მიწოდებული სამაგიდესიები იმისთვის, რომ მათ შეძლონ ტრადიციული მეთოდით ჩაატარონ არჩევნები. ასეთ შემთხვევაში მოხდება ამ აპარატების გათიშვა პროცესი და კომისიის წევრებს, რეგისტრატორ კომისიის წევრებს გადაეცემათ სიები, რომელშიც უკვე მოხდება ამორჩევლის ვერიფიცირებაც და რეგისტრირებაც და ტრადიციული მეთოდზე გადავალთ. ამისთვის მზად არიან ჩვენი კომისიის წევრები. ამისთვის გადიან ტრენინგებსაც და მათ იციან ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცენ და როგორ უნდა გაართვან თავი ამ პროცესებს. შესაბამისად იმის გათვალისწინებითაც კი 2024-ში ეს საჭიროება არ დამდგარა არც ერთ უბანზე. ამის გათვალისწინების მიუხედავად ჩვენი კომისიის წევრები მზად არიან ამ პროცესებისთვის, თუ კი ეს საჭიროება დადგება, რა თქმა უნდა ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი დოკუმენტაციაც მიწოდებული, რითაც ისინი შეძლებენ სრულფასოვანი არჩევნების ჩატარებას. შესაბამისად ამ არჩევნებს, რომელიც ჩვენთან მოგზაურდება, არც ერთ შემთხვევაში არ შეექმნება დისკომფორტი, ისინი შეძლებენ ხმის მიცემას. მადლობა ბატონო, შევაჯეროთ ჩვენი შეხვედრა. რა მოლოდინები გაქვთ თქვენ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ გარემოს ისურვებდით, რას მიმართავთ ამ მრჩეველს, რატომ უნდა იაქტიურონ და ზოგადად თვითმმართველობის არსიც როგორ გესმით, ესეც მაინტერესებს. აი, ქალბატონმა ლარინა კარგად აღწერა, რომ რეალურად ეხლა ჩვენ ერთი ბიულეტენი გვაქვს, მაგრამ სამ არჩევანს ვაკეთებთ. მე ჯერ პირველი არის პარტიული არჩევანი, შემდეგ მერის, შემდეგ მაჟორიტარის და აქ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ადამიანს იგივე კომისიის წევრს, რომელიც თქვათ უბანზე არის ავტოქარხანაში არის რეგისტრირებული, მაგრამ უბანზეა კომისიის წევრი სხვაგან, მასა ის ვერ მიცემს მაჟორიტარს ხმას და იგივე პროცესები არის მეტნაკლებად ძალოვან სტრუქტურებში, ვინც ამ მხოლოდ პროპორციულს მიცემს რამდენიმე ადამიანი ესეთ ქუთაისში. დანარჩენი პრინციპში ადამიანებს აქვს ძალიან ესე თქვით ფართო არჩევანი და უბრალოდ მათმა ეს არჩევანი უნდა გამოიყენონ. როცა აქ არჩევანის საშუალება, ეს არჩევანი უნდა გამოიყენო. იმიტომ რომ ეს არჩევანი არ არის მარტო შენი პირადი არჩევანი, ეს არჩევანი არის შენი ქვეყნის, შენი მეზობლების, შენი ნათესაების და ქალაქის მომავალის არჩევანი. შეიძლება დიდი არჩევანი არ იყოს და უკეთესი არჩევანი მომავალში გქონდეს, ხარისხობრივად ვამბობ, მე არავის არ ვაკნინებ, მაგრამ არჩევანი როცა გაქვს, უნდა გამოიყენო. უბრალოდ ჩვენ იმისთვისაც ვართ მზად კომისიები, რომ რეალურად მოგვიწევს მანქანა ძალიან გვიმსუბუქებს იმას, რომ გადათვლის პროცესი უცებ ხდება, ჩეკი ამოდის და შემდეგ გაუგებრობები, როგორც ადრე იყო არჩევნებზე, მაგალითად რაღაც გაუგებრობები, ეხლა არ იქნება. თუმცა კომისიას მოუწევს სათითაულოდ გადათვალოს ჯერ ერთი, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე, ესე ვთქვათ, ბიულეტინები და საკმაოდ შრომატევადი იქნება ეს თემა და რა თქმა უნდა კომისიის წევრებს და წარმომადგენლებს მე ამ აკადემიულობნები, რომ ამისთვის იყვნენ მზად ფსიქოლოგიურადაც და ასე ვთქვათ და დაღლილობაც როგორმე შემოინახონ ისეთი ძალები, რომ ცოტა გვიანობამდე შეიძლება გასტანოს ამ პროცესმა. სხვა მხრივ კომისიას, ალკო კომისიას, საუბნო კომისიამ სათავად კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მინდა რომ მაქსიმალურად ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, ის საკითხები, რაც პრობლემატური იყო წინა არჩევნებზე, ეხლა გავიაროთ და ეს პრობლემები ამოვაგდოთ, იმიტომ რომ არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს არაერთი და არა ორი, ძალიან ბევრი და ჩვენ მოქალაქეებიც კი უნდა იყვნენ მზად, რომ ეს პროცესი უფრო საღი, უფრო სამართლიანი და უფრო, ასე ვთქვათ, იმედის მომცემი გახდეს. ძალიან დიდი მადლობა. როდის გამოცხადდება არჩევნების საბოლოო შედეგები, არჩევნების დასრულების შემდეგ ქალბატონო ლარინა? არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში წინასწარი მონაცემები უკვე ცნობილი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის. ამას უზრუნველყოფს ზუსტად ის ტექნიკა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ ამ პროცესში. შესაბამისად, 1 ან 2 საათში ეს ინფორმაცია ცნობილი იქნება საზოგადოებისთვისაც.
მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ და მონაწილეობდით გადაცემაში, მშვიდობიან ღამის გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას. მადლობა მოწვევით. დაგმშტელობით ნახვამდის. ძვირფასო ტელემაყურებლობო, გადაცემა დისკურსი დღეისათვის ამით დასრულებულია. ჩვენი სტუმრები გახდნენ ნომერ 59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი ლარინა ლალიაშვილი, ნომერ 59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ძლიერი საქართველოს ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის წევრი ბატონი ვანო კაპანაძე. მშვიდობიან ღამის გისურვებთ, ერთმანეთს შევხვდებით პარასკევს 22 საათზე. გადმოერთეთ მეგაზე და დარჩით ჩვენთან ერთად დროებით.